დღეს გადაცემა ექიმებში. ბოტოქსი როგორც შაკიკის მკურნალობის მეთოდი. ამ თერაპიას ორმაგი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. თავის ტკივილიც გაგიყვუჩდეს და ნაოჭებიც აღარ ჰქონდეს. ნახეთ საინტერესო ექსპერიმენტი. მე მას დავარქვი ტვინის ღუნვის ექსპერიმენტი. ტვინი გამიღუნო? გულის მანკი. სიცოცხლისთვის საშიში დაავადება. გულისთან დაყოლილი მანკები სიკვდილიანობის მაჩვენებლით საკმაოდ მძიმეა. გაიგეთ რა ასაკში უნდა შევთავაზოთ ბავშვს რძის პროდუქტები. 6 თვიდან უკვე მნიშვნელოვანია დამატებითი კვება და შესაბამისად უკვე გამდიდრდება პროდუქტების. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ექიმები იწყება. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. იცოდით რომ ბოტულინოთერაპია ხალხში აი ბოტოქსის სახელით რომ არის ცნობილი და გავრცელებული, გარდა კანის გაახალგაზრდობებისა, სხვა სამედიცინო დანიშნულებითაც გამოიყენება. მე ვიცი რომ აი ჭარბიოფლიანების დროს აკეთებენ ხოლმე ბოტულინოს. ხელის გულებში, იღლიებში და ასე შემდეგ. თუმცა გოგონებში ძალიან პოპულარულია ნაოჭების გასასწორებლად. ნუ მინდა გითხრა რომ არა მარტო გოგონებში დღეს უკვე მამაკაცებმაც გოგონებს ნაოჭები არ აქვს. ჩვენ ყველა გოგონები ვართ. და თან კოტე ამ ბოლო დროს შეიძლება არ იყოს მამაკაცებიც ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს. კი, ბოტოქსი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მათ შორის უკვე პოპულარიზაცია მოიპოვა და არა მხოლოდ ნაოჭების გასასწორებლად გამოიყენება, ბოტულინოთერაპიით შესაძლებელია შაკიკის მკურნალობა. ასე იგი რა გამოდის, რომ ამ თერაპიას ორმაგი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. თავის ტკივილიც გაგიყვუჩდეს და ნაოჭებიც აღარ ჰქონდეს? იცი რა, გააჩნია სად გააკეთებ ამ პრეპარატს? კი, რა თქმა უნდა, ასე შეიძლება, თან სახე გაისწორო და თან თავის ტკივილმაც გაგიაროს. კოტე, მოდი გვაჩვენე როგორ კეთდება ეს ინექცია. მოდი მაყურებელს ჯერ შევახსენოთ საერთოდ რა არის შაკიკი. შაკიკი ეს არის თავის ტკივილის მწვავე ფორმა. მისი სიმპტომებია მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი, ხმაურზე, პირღებინება ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგადი სისუსტე, მხედველობის გაუარესება და რა თქმა უნდა თავის გაუსაძრესი ძალიან ძლიერი ტკივილი. განსაკუთრებით აი ამ არეში, რომელიც ახლა ნაჩვენებია მონიტორზე და წითლად არის აღნიშნული ზუსტად ეს ადგილი. ბოტოქსის ინექცია პრეპარატი შედის თავის სხვადასხვა ზონაში, ეს არის შუბლის სხვადასხვა ზონა, საფეთქლის ზონა და ასევე კისრის და კეფის მიდამოში. ეს ინექცია ადუნებს ასე რომ ვთქვათ კუნთოვან სისტემას, რაც იწვევს ზედმეტი გადაძაბვის მოხსნას თავის მიდამოში და პარალელური ეფექტის სახით აფერხებს აი ამ მწვავე და ძლიერი ტკივილის გამოწვევ მიზეზებს. შესაბამისად აღარ გტკივა თავი. უფრო დეტალურად ამ მეთოდზე ჩვენი სტუმარი მოგვიყვება, მიესალმეთ ხეჩინაშვილის კლინიკის ნევროლოგი ირინა ხაპიაშვილი. გამარჯობა. tradiციულად მახმაროს ხალხს მოთავაზებთ. კაპიტან ერინა, თუ შეიძლება გითხარით რა შემთხვევაში გამოიყენება ის მეთოდი, რომელზეც კოტე მისაუბრა შაკიკის სამკურნალოდ, კერძოდ ბოტულინოთერაპია. ბოტულინის თერაპია, ბოტულინოტოქსინით მკურნალობა შაკიკის შემთხვევაში გამოიყენება თუ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ გაქრონიკულებულ შაკიკთან. შაკიკი სადაც ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, მაგრამ ქრონიკული გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანს აქვს თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე და მას ახასიათებს თავის ტკივილის შეტევები. შეტევები, რომლებიც გრძელდება რამოდენიმე საათიდან მაქსიმალურად 72 საათამდე. მაგრამ არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც შეტევები ხდება ძალიან ხშირი, მაგალითად ისეთი სიხშირით, როგორიც არის კვირაში რამოდენიმე შეტევა და შეტევებს შორისაც კი ადამიანს აქვს დისკომფორტი და ტკივილი შეგრძნება თავის არეში. ამ შემთხვევაში მუდმივად ტკივა თავი თითქმის სულ ტკივა თავი. ამ შემთხვევაში არის ნაჩვენები ბოტულინის ტოქსინით მკურნალობა შაკიკის. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს შაკიკისა, როდესაც ადგილი აქვს შეტევებს და შეტევათა შორის არის ნათელი შუალედი ტკივილის გარეშე, ამ შემთხვევაში ბოტულინის ტოქსინი არ გამოიყენება შაკიკის. რამდენად ეფექტურია თერაპიის ეს მეთოდი და რა ხანგრძლივობით აჩერებს თავის ტკივილს, ასე ვთქვათ, ერთი ინექცია და დამთავრებულია თუ რაღაცა პერიოდულად ჭირდება. ითვლება, რომ საკმაოდ ეფექტური არის თერაპიის ეს მეთოდი ქრონიკული შაკიკის შემთხვევაში და მისი ხანგრძლივობა მოქმედების არის იმდენად
იმდენი რა ხელა ხანგრძლივობაც ახასიათებს თვითონ ბოტულინის ტოქსინის ეფექტს, ასე ვთქვათ. ეს არის რამოდენიმე თვიდან მაქსიმუმ 9 თვემდე. და 9 თვის შემდეგ რა უნდა? 9 თვის შემდეგ შაკიკის შემთხვევაში მიზანი მკურნალობის ის არის, რომ ქრონიზაცია აი ამ სიტუაციის მოიხსნას. 9 თვის შემდეგ ადამიანს არ მოურჩება შაკიკი, როგორც დაავადება, მაგრამ მისი შაკიკი მიიღებს ისევ პირვანდელ სახეს, შეტევით ხასიათს და ეს შეტევები იქნება იშვიათი და არა ისეთი დაუშვათ როგორც ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს თავის ნორმალური ცხოვრების რიტმს, რომ ის უნარიანობა აღიდგინოს და ასე შემდეგ. ხო და თუ ისევ მოხდა ეს ქრონიზაცია და ისევ ასეთი მუდმივი ხასიათის ტკივილი იქნა, ისევ შეუძლია მიმართოს ამ თერაპიას. თუმცა გარდა შაკიკისა კიდევ სხვა სამედიცინო შემთხვევებიც უსაც გამოიყენება ბოტულინოთერაპია, როგორც ვიცით, ნევროლოგიაში კონკრეტულად. მოდით თუ შეიძლება ჩამოგვითხვალეთ რა კონკრეტული დაავადებების დროს არის რეკომენდებული ამ თერაპიის გამოყენება. რომ შაკიკი არის მხოლოდ რაღაცა მცირე ნაწილი იმ დაავადებებისა, რომლის დროსაც შეიძლება ბოტულინის ტოქსინის გამოყენება და უფრო ფართოდ ბოტულინის ტოქსინი გამოიყენება ეგრეთ წოდებული ფოკალური დისტონიების შემთხვევაში. ეს არის ნევროლოგიური დაავადებების დიდი ჯგუფი, რომელიც ხასიათდება გარკვეული ჯგუფის კუნთების პათოლოგიური დაჭიმულობით, რაც განაპირობებს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის პათოლოგიურ პოზიციას. ყველაზე უფრო გავრცელებული მათ შორის არის ეგრეთ წოდებული ბლეფაროსპაზმი. ეს არის ქუთუთოების სპაზმი, თვალის ირგვლივ არსებული კუნთის, თვალის ირგვლივი კუნთის სპაზმი ორმხრივი, როგორც წესი, რაც ანუ ეს რას გვაიძლევს ძალიან ხშირად ახალმხამს თუ არ ახელს თვალს თუ რა შეგვიძლია? ეს აიძულებს ადამიანს, რომ თვალები კონდეს მუდმივად დახუჭული, ანუ უნებლიე თვალების დახუჭვა ხდება ძლიერი. უბრალოდ დახუჭვა კი არა, ასე ვთქვათ, აი მოჭერითი დახუჭვა და მას არ შეუძლია თავისი ნებით თვალები გაახილოს. ესეთი ადამიანები მიმართავენ ხოლმე სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის არის თვალების ესე ხელებით, ძულებითი გახელა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს სპაზმიდანა ძლიერერო, ესეც კი არ შველის, ხელით საშუალებითაც შეუძლებელია ხოლმე, რომ თვალი გაახილოს ადამიანმა. შემდეგ ესეც ატარებს ესეთ ხასიათს. უჭერს, ასე ვთქვათ, ეს კუნთი დაიხუჭება თვალები, რაღაცა გარკვეული წუთების მანძილზე არის დახუჭული, შემდეგ თავისით გაიღება. მოულოდნელად ადამიანს შეიძლება დაეხუჭოს თვალები ისეთ ადგილას, როგორც არის მაგალითად გადასასვლელი ქუჩაზე. ფაქტიურად ეს იწვევს ფუნქციონალურ სიბრმავეს. ეს პაციენტები საჭესთან ვეღარ სხდებიან. ამ ინექციის შემდეგ რა ხდება? ინექცია განაპირობებს იმას, რომ კუნთის მოდუნება ხდება. აი სპაზმი იხსნება და შესაბამისად ადამიანს ჩვეულებრივად თვალები გახელილი აქვს და შეუძლია თავისით დახუჭოს, თავისით გაახილოს, როგორც უნდა ჩვეულებრივად. ყოველ ფიზიკური დახმარების გარეშე. სხვათა შორის არა მარტო ნევროლოგიაში, აგიკვირდებათ და ბავშვთა ქირურგიაშიც გამოიყენება უკვე ბოტოქსი, ბოტულინის ტოქსინი სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს, ახალაზიის დროს, მაგალითად, როდესაც საღლაპავის ქვედა ნაწილის და კუჭის სპაზმი არის, ხსნება ხოლმე. ანუ ნებისმიერი იმ დაავადების დროს, როდესაც ჩვენ გვინდა კუნთების პათოლოგიური შეკუმშვის, დაჭიმულობის, ზედმეტი ტონუსის მოხსნა, ბევრი ასეთი მდგომარეობის დროს გამოიყენება. ბოტულინის ტოქსინი. მთელი პრინციპი ამის ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში, ხო, კუნთის ბოჭკოებთან მუდმივად თავის ტვინიდან მოდის იმპულსები და კუნთებს აქვს გარკვეული დაჭიმულობა, ტონუსი. ზოგჯერ ეს ტონუსი არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, სწორედ ეს იწვევს იმ უნებლიე ან არასასურველ შეკუმშვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იგივე თავის ტკივილი, თქვათ, კარდიოსპაზმი და ასე შემდეგ. ამიტომ მანდ გაქვს როგორც ხედავ ეს პრეპარატი და რა პრეპარატია და რა პრინციპით აკეთებს ამ ჯადოსნურ საქმეს შეიძლება აგვიხსნა. პრეპარატი თვითონ დღეს მსოფლიოში სხვადასხვა კომპანია წარმოებს ბოტულინის ატიპის ტოქსინს. ჩვენ ბაზარზე საქართველოში შემოდის პრაქტიკულად ყველა წარმოებლის მიერ წარმოებული ეს პრეპარატი. თვითონ ბოტულინის ტოქსინის მოქმედება ძალიან მარტივია. ამ ტოქსინს ახასიათებს ნეიროსინაფსური გადაცემის შეჩერება, ასე ვთქვათ, გაჩერება, რაც კუნთოვანი სისტემის ბლოკავს და აღარ იკუმშება. შესაბამისად, ეფექტიც ის არის, რომ ის კუნთები, რადგან ახლა ჩვენი კოლეგა გვესაუბრებოდა, იგივე თვალის გარშემო კუნთები, რაც იწვევს ასეთ აგრესიულ სპაზმს, დუნდება და აღარ ხდება თვალის ესეთი უნებლიე დახუჭვა. ზუსტად ეს მექანიზმი ვლინდება სხვა იგივე ნაოჭების გასწორების დროსაც, როდესაც ჩვენ კლასიკური ქირურგები ამას ვიყენებთ, შემთხვევაში რაც შაკიკზეა. კიდევ მე მაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ ინსულტის გარკვეული შედეგების სამკურნალოდ ან უბრალოდ შესამსუბუქებლად გამოვლენილი კლინიკური შედეგების არის საკმაოდ ეფექტური. თუ შეიძლება თქვენ დაგვეხმარეთ იმის ახსნაში, აი ინსულტის მერე რა შეიძლება ისეთი ვუმკურნალოთ ბოტულინის ტოქსინით, რაც შეიძლება ზოგმა არ იცის და ახლა გავაგებინებთ. ინსულტის შემდეგ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს აქვს სხეულის ნახევრის პარეზი, ასე ვთქვათ, შეზღუდული მოძრაობა,
ხშირ შემთხვევაში ესეთ კიდურებში, რომლებშიც შეზღუდული არის მოძრაობა, ასევე ძალიან მკვეთრად არის ხოლმე მომატებული კუნთების ტონუსი. ეს არის ინსულტის, ნარჩენი ესეთი შედეგი. შესაბამისად, ბოტულინის ტოქსინის ინექცია ამ ზედმეტად დაჭიმულ კუნთებში განაპირობებს აღნიშნული კუნთების მოდუნებას შედარებით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემული კიდურის რეაბილიტაციისთვის, მისი ფუნქციის აღდგენისათვის. მხოლოდ ბოტულინის ტოქსინის ინექცია არ არის საკმარისი ინსულტის შემდგომი პაციენტისათვის. აუცილებლად ბოტულინის ტოქსინის ინექციით აი ამ კუნთების მოდუნებას უნდა ახლდეს შემდეგ აი ამ კიდურის აქტიური მუშაობა, აქტიური რეაბილიტაცია იმისთვის, რომ კიდურის ფუნქცია აღდგეს. ჩვენთან სტუმრად არის ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია შაკიკი ტანჯავს. მიესალმეთ ნინო კახიანი. მადლობა მოგზაურობისთვის, ბახმაროწყალი დაგახვედრეთ. აუცილებელია შაკიკის დროს განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს წყალს. რამდენი ხანია რაც გაწუხებს შაკიკი? საკმაოდ დიდი ხანია მაწუხებს ეს პრობლემა, დაახლოებით გარდატეხის პერიოდიდან. აი ბოლო პერიოდი მაგალითად როგორ უზნოთ ხავს, რამდენად ხშირია ტკივილები? ბოლო პერიოდი, თუ იყო შეტევის პერიოდი დაახლოებით 2 თვე, ეხლა სადღაც კვირაში ერთხელ ეს პრობლემა მაწუხებს. გახშირდა საკმაოდ. და ხანგრძლივობა? შეიძლება 1 საათი, შეიძლება მეტიც, შეიძლება 1 დღეც გასტანოს, ეს არის აუტანელი ტკივილი. საკმაოდ აუტანელია ეს ტკივილი, ხარ აბსოლუტურად უუნარო, ფერქავი ხასიათის არის ტკივილი და არანაირი განწყობა და სურვილი არ აქვს არაფრის. ესეთი შემაწუხებელი ტკივილი შეიძლება ჩაითვალოს ქრონიზაციის იმ სტადიად, რომ ბოტოქსოთერაპიას მიმართოთ? კვირაში ერთხელ შეტევას ხშირ შეტევად ითვლება შაკიკის დროს, მაგრამ ქრონიზაციის მაჩვენებელი არის ის შეტევებს შორის როგორ არის ადამიანი. ვერ ვიყურა შეტევებს შორის, რომ კარგად ვარ, რაღაც დასუსტებული, მოდუნებული ვარ და რაღაც დამძიმებული შეგრძნება მაქვს უფრო. თავის არის და ძირითადად კიდევ არის ხოლმე სულ მოლოდინი ტკივილის, რომ აი ახლა ამტკივდება თავი, ახლა ამტკივდება თავი. შეგრძნება მუდმივად გაქვს, როცა ეს პრობლემა გაწუხებს, შეგრძნება ნამდვილად გაქვს. თუ პაციენტი მოვა თქვენთან და გეტყვით, რომ მე კი კვირაში ერთხელ მაქვს ესეთი ტკივილი, მაგრამ ჩემი სურვილისამებრ მინდა გავიკეთო, თქვათ, ჩავიტარო ასეთი მკურნალობა. თქვენ რას პასუხობთ მას? შესაძლებელია, რომ გაუკეთდეს ინექცია, კი, ის შეუწყობს ხელს დაუშვათ გაიშვიათებას შეტევების, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დაუშვათ შეტევათა შორის არ იყოს არანაირი შეგრძნებები თავის არეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია, რომ გაუკეთდეს ბოტულინის ტოქსინი, თუმცა შესაძლებელია შაკიკს ახლდეს მუდმივი ტკივილის მოლოდინის გამო, გარკვეული ემოციური დარღვევებიც ვითარდება და შესაძლებელია ახლდეს ეს ამ პროცედურას. აი რატო ვაკეთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ესეთი ძლიერი და როდესაც გაქრონიკულებულია ეს დაავადება, როგორც თქვენ ახსენეთ. იცით რა, უკუჩვენება არ აქვს. უბრალოდ კვლევებით არის დადასტურებული, რომ ის არის ეფექტური ქრონიკული შაკიკის შემთხვევაში. თქვენ რა მკურნალობას იტარებდით შაკიკის? ძირითადად მედიკამენტოზ მკურნალობას მიმართავ, აუცილებელი ამ დროს კიდევ კვებითი რეჟიმის დაცვა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მაგრამ რო გითხრათ, დიდი შედეგი აქვს ნამდვილად მოკატებული. როგორ ფიქრობ, აპირებ ამ თერაპიის ჩატარებას? ვაპირებ, იმიტომ რომ თერაპიის შესახებ მაქვს რაღაც გარკვეული ინფორმაცია, იმიტომ საკმაოდ ბევრი ქვეყანა იყენებს და საკმაოდ აქტიურად და ძალიან კარგი შედეგები აქვს და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოშიც დაინერგა ეს მეთოდი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის ამ პრობლემით და ჩავიტარებ აუცილებლად ამ ინექციას. ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ გამოჯამრთელებას. იმედი მაქვს ეს მეთოდი ბევრ პაციენტს დაეხმარება როგორც შაკიკის ტანჯველი ტკივილისაგან გათავისუფლებაში, ასევე ინსულტის შემდგომი სიმპტომების შემსრულებაში. ცოტა ხანში ექიმებში. გულის მანკი, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება. მანამდე კი ნახეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ოტე, შენ თუ იცი, რომელია ადამიანის ორგანიზმში ყველაზე რთული ორგანო? რა თქმა უნდა, თავის ტვინზეა საუბარი. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული და ყველაზე საინტერესოც კია, იმიტომ რომ ის განაგებს ყველაფერს ჩვენს სხეულში. გეთანხმები, კოტე, ტვინში არსებობს დაახლოებით მილიარდი ნეირონი და მართლაც საოცარია, რომ ამ ორგანოს შეუძლია აკონტროლოს ყველა ჩვენი მოძრაობა, შეგრძნება, ფიქრი, წარმოქმნას სხვადასხვა ემოცია და ფანტაზია. ტვინი მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ძალიან დიდი საოცრებაა და შეიძლება მისტიური ორგანოც კი არის. დღემდე იკვლევენ თავის ტვინის ფუნქციას და შესაძლებლობებს, თუმცა ბოლომდე ბუნებრივია ჯერჯერობით ვერ შეისწავლეს. აი ამ მოქმედებისთვის დაახლოებით წამის მიასედი დამჭირდა და ამ ყველაფერს ჩემი ტვინი აკონტროლებს. დღეს სწორედ ტვინის მუშაობის პატარა ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ და მე მას დავარქვი ტვინის ღუნვის ექსპერიმენტი. კოტე მზად ხარ? ტვინი უნდა გამიღუნო? კი, სიამოვნებით. დათო გენდობის სრულად და ჩემთვისაც საინტერესოა. დაჯექი, სიამოვნებით. არ შეგეშინდეს დაждომას რო გთავაზობ, ეს ძალიან მარტივი ექსპერიმენტია და მე მგონი ცოტა სახალისოდ, თან მაყურებელი გულშემატკივრობს. აქ გვაქვს ლობიოს 3 მარცვალი და როდესაც გეტყვი ეს მარცვლები სათითაოდ უნდა გადაანაწილოს 3 სხვადასხვა ჭიქაში, აი ამ ჭიქებში. კი ბატონო, კი.
ხო მარტივი დავალებაა ერთი შეხედვით. ჯერჯერობით კი. ჩავთავ წამზომს და ნახოთ რა დრო დაგჭირდება ამის გასაკეთებლად. 1 2 3 წავიდა. კოტეს ამის შესასრულებლად დაჭირდა 5 წამი. ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. აი, დავდოთ ისევე 3 მარცვალი. კოტე, ეს სათვალე უნდა მოირგო შენ. დარბაზიც ხედავს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სათვალე. რაღაც კოსმიური სათვალე. ეს არის ნამდვილად კოსმიური სათვალე. სპეციალურად არის შენთვის შექმნილი, რომელსაც რომ გაიკეთებ, ყველაფერს დაინახავ უფრო მარცხნისაკენ გადახრილს, გადაადგილებულს, ვიდრე სინამდვილეშია. და აი ამ სათვალის ფონზე უნდა შეასრულო იგივე დავალება. გაიკეთე სათვალე? ჯერ თვალებს არ გავახელ მაშინ, რომ ექსპერიმენტი არ გავაფუჭოთ, ხო? ისე მიხდება ესა? გადასარევია. კოტე, დაბა ჩაარტყი ხელი. გადაობა. მზად ხარ? კი. წამზომი ჩავრთოთ, წავიდა. ვაიმე. გავამხნევოთ თუ შეიძლება უგულ შემატკივროთ კოტეს. ოჩა კოტე, შენ ამის შესასრულებლად დაგჭირდა დაახლოებით 12 წამი. განსხვავება საკმაოდ დიდია. კი, აქ სხვა რეალობაში ვარ მინდა გითხრა. იგივე მოქმედებას აკეთებდი კოტე უბრალოდ აი ამ სათვალით. კოტე, ეს ექსპერიმენტი კიდევ ორჯერ უნდა გავიმეოროთ სათვალით, გეკეთოს თუ შეიძლება. ყოველ ჯერზე, ჩემი აზრით, უფრო სწრაფად გააკეთებს კოტე ამ ყველაფერს, თუ რა თქმა უნდა დარბაზით შესაბამისად უგულ შემატკივრებს. 1 2 3 ვაიმე. ოჩა კოტე, შენ ამისთვის დაგჭირდა ზუსტად 6 წამი. ვა, მე ბევრად უკეთესი შედეგია. სათვალის გარეშე მონაცემებსაც დენელა. მესამეც დაზე ვნახოთ, შეიძლება მართლა სათვალის გარეშე როკენი იმაზე უკეთ გააკეთო ეხა. 1 2 3 წამზომი ჩართულია, აპლოდისმენტები კოტეს. ოჩა 5 წამი და ცოტა მეტი, მაგრამ 6 წამზე ბევრად ნაკლები. მაგრამ დაახლოებით იმდენი დრო, რაც უსათვალოდ დაჭირდა. ეს იყო მესამე შესრულებაზე. კოტე, ეხა ოდნავ შეიცვალა დავალება. შენ დაგითვლი, სათვალეს მოიხსნით თუ არა, ჩავრთავთ წამზომს და დაიწყებ იგივე შესრულებას. კარგი? მიღებულია. მოიხსენი სათვალე? წავიდა. კარგი. კოტეს დაჭირდა დაახლოებით ისევ 6 წამი. მაგრამ ოდნავ უფრო მეტი ვიდრე პირველად, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებდა სათვალის გარეშე. როდესაც მესამედ გააკეთე სათვალით იგივე ექსპერიმენტი, ქონდა დაახლოებით ეს შედეგი, კოტე. ანუ დრომ როგორც უსათვალოდ. ანუ ეს რას ნიშნავს, მიხვდი? მე მივხვდი. მითხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ twins აქვს რეალობასთან ადაპტირების და მორგების უნიკალური საშუალება, ჩემო თვალებთან და სწრაფი. ამ სათვალის ეფექტი სწორედ იმაში იყო მაყურებლისთვისაც, რომ გახდეს საინტერესო, რომ რეალობა, რომელსაც ჩვენ რეალურად ახლა სათვალის გარეშე ვხედავთ, არის ამ სივრცეში, სათვალე ამ რეალობას ამრუდებს და გადადის სხვა სივრცეში. შესაბამისად, twins ჭირდება ახალი აღქმის წარმოსახვის, თქვა, ჩამოყალიბება, რომ ჩემი მექანიკური მოძრაობა დაემთხვეს ვიზუალურ აღქმას. შესაბამისად, დამჭირდა 3 ცდა იმისათვის, რომ ახალ რეალობას შეგვებოდა თავის twin-ი, მიღებული სიგნალიდან გამომდინარე და მე სწრაფად შემესრულებინა იგივე მოქმედება. და იმაზე უკეთესადაც შეიძლება შემდეგ ეს ყველაფერი გააკეთო. მართლა საინტერესოა, ჩემთვისაც ეს მოულოდნელი იყო. როდესაც ეს აღქმა twin-ში ჩაჯდება, ამ რეალობაში იწყებ რეალურ დროსთან მიახლოებულში შეიძლება გააკეთო. საქმე იმაშია, რომ ეს სათვალე კოტეს მხედველობას გადაადგილებდა მარცხნივ, ანუ როდესაც ის სათვალეს იკეთებს და ცდილობს ეს ლობიოს მარცვლები ჩაეყარა ჭიქაში, მისი twin-ი თავიდან ცდილობს საგნების დანახვას, მათი განლაგების განსაზღვრას და ცდილობს, რომ ახალი სამყარო ისევე ნორმალურად გამოიყურებოდეს, როგორც ამ სათვალის გარეშე. მაგრამ როგორც კი სათვალე მოიხსნა, twins ისევ თავიდან მოუხდა ყველაფრის სწავლა და აღქმა და ამიტომ დაჭირდა ოდნავ უფრო მეტი დრო, ვიდრე სულ პირველ ცდაზე. ანუ ამ ექსპერიმენტმა გვაჩვენა თუ რამდენად სწრაფად შეეჩვია თავის twin-ი გარემოში მოხდა რეალურ ცვლილებებს და როგორც ვნახეთ, ის საკმაოდ სწრაფად სწავლობს ახალ სინამდვილეს. მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ყველას უნდა გქონდეს ჩვენი twin-ის იმედი. ცოტა ხანში ექიმებში. ბავშვები და რძის პროდუქტები. მანამდე კი გაიგეთ, რატომ არის გულის მანკი სიცოცხლისთვის საშიში. თემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, სამწუხაროდ ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. გულის თანდაყოლილი მანკები დაავადებების მრავალფეროვან ჯგუფს მოიცავს და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საკმაოდ მძიმეა. ამ დაავადებებით ბავშვების უმეტესობა სიცოცხლის პირველივე თვეებში იღუპება. 1 წლის ზემოთ კი სიკვდილიანობა მკვეთრად კლებულობს. გულის მანკი, ეს არის გულის სტრუქტურული დარღვევა.
გულის დეფექტი, რომელიც როგორც შედარებით მსუბუქ, ასევე საკმაოდ მძიმე ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. ბავშვებში ზოგიერთი თანდაყოლილი გულის დეფექტი მარტივია და არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს. მაგალითად, ესეთია გულის პარკუჭებს შორის არსებული პატარა ხვრელი, რომელიც დროთა განმავლობაში თავისთავად იხურება ხოლმე. რაც შეეხება გულის უფრო რთულ დეფექტებს, ისინი სიმძიმის და მდგომარეობით მიხედვით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს ექვემდებარებიან. ხშირად გულის თანდაყოლილი მძიმე დეფექტები ბავშვის გაჩენიდან პირველ რამდენიმე თვეში იჩენს თავს. გულის მანკის არსებობის ნიშნები და სიმპტომებია: მკრთალი ნაცრისფერი ანუ ლურჯი ფერის კანი, რომელსაც ციანოს ეძახიან, აჩქარებული სუნთქვა, გაფართოებული ცხვირის ნესტოები, ხვნეშა ან ხმაურიანი სუნთქვა, ფეხების მუცლის ან თვალების გარშემო ადგილების შეშუპება, ჭამის დროს ჰაერის უკმარისობა, რაც წონის ცუდმატებას იწვევს, ადვილად დაღლა კვების დროს ან საერთოდ უარის თქმა კვებაზე, მივარდნილობა, სისუსტე და ოფლიანობა. ეს სიმპტომები დაბადებიდან რამოდენიმე საათში ან რამოდენიმე დღეში შეიძლება გამოვლინდეს. ბავშვებში გულის მანკების გამომწვევ მიზეზებზე და მკურნალობის მეთოდებებზე სასაუბრო დღეს ჩვენთან მოვიდა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ამროლაძე. გადავინახოთ მონიტორთან. ბატონო შოთა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ დღეს საუბრობთ ისეთ საინტერესო დაავადებაზე, რაც არის გულის თანდაყოლილი მანკები. მოდი მაყურებელს რომ კარგად აუხსნათ რაზეა საუბარი. ვნახოთ როგორ მუშაობს ჯანმრთელი გული და მერე უკვე ვაჩვენოთ რას წარმოადგენს გულის დეფექტები. ადამიანის გულს გააჩნია 4 საკანი, 2 მარჯვენა და 2 მარცხნივ, 2 წინა გული და 2 პარკუჭი. სხეულისთვის სისხლის მისაწოდებლად გული თავის მარჯვენა და მარცხენა ნაწილს სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს. მარჯვენა გული სხეულიდან ღებულობს, ასე ვთქვათ, ვენურ სისხლს, რომელიც უკვე ჟანგბადით გაღარიბებულია. მარჯვენა პარკუჭი ფილტვის არტერიებიდან გადადევნის სისხლს მცირე წრეში, ანუ ფილტვებში, სადაც ხდება სისხლის გამდიდრება ჟანგბადით და უკვე ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ჩამოედინება უკვე მარცხენა წინა გულში და მარცხენა პარკუჭში. უკვე მარცხენა პარკუჭიდან ძლიერი შეკუმშვის შედეგად ეს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი გადაედინება უკვე მთელს დარჩენილ ორგანიზმში და ორგანიზმი ღებულობს ახალ ულუფას ჟანგბადით გამდიდრებული სისხლისა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გულის ანატომიაზე თუ ვისაუბრებთ, თან ახლავს ამ კამერებს შორის არის სარქველები და კამერები ერთმანეთისგან გამოყოფილია, წინა გულები წინა გულთა შუა ზგიდით და პარკუჭები პარკუჭთა შუა ზგიდით. მოდი ახლა თქვენ აუხსენით ჩვენს მაყურებელს თუ რა და რა სახის დეფექტი შეიძლება შეგვხვდეს გულის თანდაყოლილი ანომალიების დროს. დიახ, გულის თანდაყოლილი მანკებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მანკი არის პარკუჭ შუა ზგიდის დეფექტი და წინა გულთა შუა ზგიდის დეფექტი. აი აქ ნათლად ჩანს ეს არის წინა გულთა შუა ზგიდის დეფექტი, რომელიც შეიძლება იყოს მრავალნაირი ანატომიურად, როგორც ეს შეიძლება იყოს პირველადი, ასევე მეორადი. პირველად იმას ნიშნავს, რომ არის პირველადი ზგიდის დეფექტის განვითარება, არ ვითარდება ის სრულად და ამის შედეგად არ ხდება მისი შეხორცება მეორად ზგიდესთან. მეორადი ზგიდის დეფექტი ეს არის უკვე მრავლობითი, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალიზებული ნებისმიერ ადგილზე წინა გულში. ასევე პარკუჭ შუა ზგიდის დეფექტი აი აქ იყო შუა ნაწილში, მაგრამ ყველაზე მეტად ის გავრცელებული არის მის ზედა ნაწილში, რომელიც ფაქტობრივად არ იხურება და თითქმის ყოველთვის არის საოპერაციო. მთავარი პრობლემა რაც ამ დროს იჩენს თავს არის ის, რომ ეს ვენური და არტერიული სისხლი, ანუ ჟანგბადით გამდიდრებული და არა გამდიდრებული სისხლი ერთმანეთში აირევა და დიდ წრეში ორგანოებთან მიდის უკვე სისხლი, რომელიც არასათანადოდ არის გაჯერებული ჟანგბადით. დიდი რაოდენობით, ანუ წნევით გადმოიტყორცნება მარცხნიდან მარჯვნივ სისხლი, იწვევს როგორც მოცულობით გადატვირთვას გულისას, ასევე თუ ეს დიდი დეფექტი არის, შეიძლება გამოიწვიოს წნევითაც ხდება, ამის ანუ ჰიპერტენზია შეიძლება გამოიწვიოს მცირე წრის, რასაც ძალიან დიდ პრობლემამდე მივყავართ და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება თუ დიდი არის დეფექტი და დიდი არის მოცულობა სისხლის გადატყორცნისა, შეიძლება პირველი 2 თვის განმავლობაშიც კი გამოიწვიოს პაციენტის დესტაბილიზაცია და ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდეს. ზუსტად ამ დროს ხდება ხშირი გაცივებები, ზუსტად ის სიმპტომების გამოვლინება, რაზეც ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ. ასევე არის სხვა მანკებიც, აი ახლა ჩანს აქ მშვენივრად, რომ შეიძლება უფრო რთული მანკები განვითარდეს გულის თანდაყოლილი მანკის დროს, მაგალითად აი მაგისტრალური სიძარღვების ადგილის შეცვლა, რომელსაც ტრანსპოზიცია ეწოდება, საერთოდ შეიძლება ერთი ნაწილი გულის არ არსებობდეს ეს მარცხენა გულის ჰიპოპლაზიის დროს, ან მარჯვენა გულის ჰიპოპლაზიის დროს, სარქველების ატრეზია. შეიძლება კომბინირებული მანკი იყოს, ანუ რამდენიმე მანკი ერთად იყოს. დიახ, ჩვენ გვყავდა ახლა პაციენტი, რომელსაც 7 ურთულესი კომბინირებული მანკი აქვს ერთდროულად, მოხდა ჩარევა და საბედნიეროდ გადარჩა. ძალიან ბევრი კომბინირებული მანკი შეიძლება იყოს ერთად და ურთულესი. ჩანასახის გული ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფორმირდება და პირველი გულისცემა მესამე კვირის ბოლოს და მეოთხე კვირის დასაწყისიდანვე ჩნდება. ორსულობის ამ კრიტიკულ პერიოდში ასევე ყალიბდება მსხვილი სისხლძარღვები, რომლებიც გულის მიმართულებით და პირიქით უკან გამოდიან. გულის დეფექტების ჩამოყალიბება ბავშვის განვითარების
ამ პერიოდში შესაძლებელია დაიწყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის გულის მანგის დროული დიაგნოსტიკა, რომ დაიგეგმოს შემდგომი მკურნალობა. ნაყოფის გულის დეფექტების აღმოჩენდა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით ორსულობის მე-16 კვირიდან, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასმა ხდება ხოლმე სადღაც 18-დან 20 კვირის ორსულობის ვადაზე. ამიტომ აუცილებელია, რომ ორსულობის ამ ვადაზე ჩავიტაროთ ულტრაბგერითი კვლევა, ნაყოფის გამოკვლევა, ჩვეულებრივად რუტინულად, ხოლო შემდგომში თუ იქნა რაღაცა კითხვის ნიშნები, უკვე მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რომელიც გამოიკვლევს ზუსტად გულის მდგომარეობას ნაყოფში. რა ხდება მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება დროული დიაგნოზის დასმა? საერთოდ გულისთან დაყოლილი მანკების 25%-ში ადგეს კრიტიკული მანკები და ეს მნიშვნელოვანია, შეიძლება გამოვლინდეს დაბადებისთანავე ან პირველი კვირის განმავლობაში და თუ ეს არ მოხდა დროული დიაგნოსტირება, დროული მიყვანა საავადმყოფოში ჰოსპიტალში და დროული ჩარევა, შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ პაციენტი დაიღუპოს და ვეღარ შეუთავსებელი იყოს ასე. რა თქმა უნდა. ან გაართულოს ისე ძალიან მდგომარეობა, რომ შემდგომში უკვე პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია იყო ძალიან გართულებული და უფრო დიდი ხანი დაჭირდეს რეაბილიტაციას, ვიდრე ვთქვათ დროული ჩარევის შემთხვევაში შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. გულის მანკის თითქმის ყველა შემთხვევაში აღინიშნება გულის უკმარისობა. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო საკმაოდ ხშირია ასევე ცნობიერების ხალმოკლე დაკარგვის ეპიზოდები. კიდევ რა გართულებები შეიძლება მოყვეს გულის მანკს, ან რა გამოვლინებები შეიძლება იყოს? მე პირადად ორად მაქვს დაყოფილი, როდესაც კლინიკური ნიშნები გამოვლინდება ვთქვათ ადრეულ ახალშობილობის ასაკიდან 1 წლამდე და უკვე შემდეგ როცა პაციენტს უკვე შეუძლია ლაპარაკი, თქმა, რატკივა. ეს უფრო ვლინდება აი შემდგომ უკვე როცა პაციენტი არის დიდი 2-3 წლის აქტივობის დროს იხლება, ვთქვათ, უფრო მეტად ვიდრე მისი თანატოლები, კიბეზე არბენის ჩამორბენის ან ვთქვათ რაიმე სხვა თამაშის დროს. გულის კუნთის ტკივილი შეიძლება იყოს, როცა პაციენტი იზრდება, მისი გულის კუნთი იზრდება, არის შემთხვევები, რომ სისძარღვები ვერ ასწრებენ გაზრდას და იწყება იშემიური ტკივილები, მაგრამ ეს არ ყოფნის გულის კუნთი. სიმპტომები შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა არის ასეთ შემთხვევაში. შედარებით მცირე ასაკის ბავშვებისთვის ეს კვების დროსაც კი შეიძლება ხდებოდეს, იმიტომ რომ ეს მათთვის დატვირთვა არის, წოვაზე დიდი ენერგია ჭირდება ბავშვს და თუ მას გულის მანკი აქვს, ამ დროს დიდი შანსია რომ გამოვლინდეს, ვთქვათ, ან საერთოდ ვერ მოწოვოს, ან წოვის დროს ადვილად დაიღალოს, ან გაულუჟდეს, ვთქვათ, პირის ირგვლივ კანი და ასე გულის მანკების ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას იძლევა, რომ მკურნალობა უფრო დროული და ეფექტური იყოს. ეს მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და რამდენად ეფექტურია ამ დაავადების აღმოსაფრთხებლად ის მეთოდები, რასაც თქვათ თქვენ სთავაზობთ პაციენტებს. იცით, ბავშვთა კარდიოქირურგიაში გულისთან დაყოლილი მანკებში ძირითადად ეს არის კარდიოქირურგიული ჩარევა. ანუ ოპერაცია ჭირდება უმეტეს შემთხვევაში ძირითადად ეს იყოფა ორ ნაწილად, ეს არის პალიატიური, ანუ იგივე დამხმარე ოპერაციები და რადიკალური ოპერაცია, როცა ანატომიურად აღდგენა ხდება იმ დარღვევების, რაც არის გულის ან მაგისტრალური სისდარღვევების განვითარებაში. პალიატიური ოპერაციები, ანუ ეს არის დამხმარე ოპერაციები, როცა ჩვენ პაციენტს ვეხმარებით გარკვეულ ეტაპამდე მივიდეს, რომ ჩავერიოთ და გავაკეთოთ რადიკალური კორექცია. ყველაფერზე ვისაუბრეთ მეტნაკლებად, აი ძალიან საინტერესოა, რაიმე მიზეზი თუ არსებობს კონკრეტული, რაც შეიძლება იწვევდეს გულის მანკს, თუ არის ცნობილი რაიმე გამომწვევი მექანიზმი ამის. არის, რა თქმა უნდა, მრავალი მიზეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებულ პირველ ტრიმესტრში, აი ამ გულისთან დაყოლილი მანკის ჩამოყალიბება, ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორების ზემოქმედება. აი გარემო ფაქტორი საინტერესოა ხმაყურებლისთვის, რა არ უნდა გააკეთოს, ან რამ შეიძლება გამოიწვიოს, რამეს მედიკამენტის მიღება, ვთქვათ, რაღაც ვირუსია თუ უფრო ხშირად რა არის. გარემო პირობებზეც ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჰაერის დაბინძურება, მათ შეიძლება გამოიწვიოს ეს ყველაფერი. ასევე თამბაქოს მოხმარება, ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლის მიღება, გარკვეული მედიკამენტოზური თერაპიის ჩატარება, რომელიც არ შეიძლება და შეიძლება ვთქვათ მოხდეს და ხალი ალკოჰოლსაც იღებდეს, თამბაქოსაც ეწევოდეს და არაფერი არ იყოს კი, მაგრამ გაცილებით იზრდება შანსი იმისა, რისკი, რომ გულისთან დაყოლილი მანკი ჰქონდეს, ვიდრე ვთქვათ ამას არ მოიხმარებს და მე ვფიქრობ, რომ არც ერთმა მშობელმა არ უნდა ჩააგდოს თავისი შვილი პირველ რიგში ასეთ მდგომარეობაში და მით უმეტეს თავის. გავიგეთ, გულის მანკის ჩამოყალიბებაში ძალიან ბევრი ფაქტორი ღებულობს მონაწილეობას, გარემო პირობები, მავნეჩვევები და ასე შემდეგ, თუმცა არსებობს ისეთი ფაქტორები, რომელიც არ არის დამოკიდებული, თქვათ, ორსულზე და მის ოჯახის წევრებზე. ეს არის პირველ რიგში ალბათ მინდა მეტანხმება გენეტიკური ფაქტორი და ვირუსული ინფექციები, წითელა წითურა, ჭუტყვავილას გადატანა განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ხო? თუმცა ამის მიმართაც გარკვეული დაცვა არსებობს, იმიტომ რომ არსებობს აცრები, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს ადამიანმა და ორსულობის დროს მეტნაკლებად ის დაცული იქნება ამ ინფექციებისგან. თუმცა ამისგან დაზღვეული არავინ არ არის სამწუხაროდ, უამრავი ბავშვი იბადება, როგორც ვთქვით, გულისთან დაყოლილი მანკით და
მე სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ იაშვილის კლინიკაში უკვე ფუნქციონირებს კარდიოქირურგიული დეპარტამენტი, რომელსაც ბატონი შოთა ხელმძღვანელობს. მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება, ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა, მასთან ერთად ეხლაც ჩამოდიან ხოლმე ჩვენი ევროპელი კოლეგები და ერთად აკეთებენ ამ ოპერაციებს, მეც ვესწრები ხოლმე ამ ოპერაციებს. სხვადასხვა შორის ერთი შემთხვევა ერთადაც გქონდა მე და ბატონ შოთას, და რთული შემთხვევა იყო. ახალშობილი იყო, რომელსაც აღმოაჩნდა გულის სიმსივნე. საკმაოდ რთული შემთხვევა იყო, გულის გაჩერება იყო და შოთას წყალობით ნამდვილად გადარჩა ეს ბავშვი, დღეს ჯანმრთელად არის და ხედავ ხოლმე ვიზიტზე მოდის ხოლმე შოთასთან. ხო და აპლოდისმენტებია საჭირო ასეთ კარგი შედეგებისთვის. დროულ დიაგნოსტირებას და შესაბამის მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კარდიოქირურგიაში. შესაბამისად პედიატრთან დროულ კონსულტაციას, დასმულ დიაგნოზს და შესაბამის ჩარევას შეუძლია ძალიან დიდი დახმარება გაუწიოს თქვენს პატარას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შოთა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის წარმატებები. ნინო დაძმა ყავს თუ დედისერთა ხარ? კი კოტე დამყავს, არა ვარ დედისერთა. მინდა გითხრა რომ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ყავს დაანძმა. რა თქმა უნდა, გეთანხმები. შენ? მე ძმა მყავს და ასევე მოხარული ვარ ამ დიდი ბედნიერებისა, რაც ცხოვრება მარგუნა. თუმცა სულ მინდოდა ისე გათამამებული ყოფილიყავი, როგორც დედისერთა ბავშვები არიან ხოლმე გათამამებულები. სხვა ჩინელმა მეცნიერებმა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს ამ კვლევის შედეგად, რომ დედისერთა ბავშვების ტვინი განსხვავდება დაძმის მყოლი ბავშვების ტვინისაგან. ამ კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ დედისერთები უფრო შემოქმედებითები არიან, თუმცა ნაკლებად კომუნიკაბელური ბავშვები არიან და არც ისეთი გახსნილები არიან, როგორც სხვა ბავშვები. უფრო ადრინდელ კვლევებში იკვლევდნენ განსხვავდებოდნენ თუ არა ერთმანეთისაგან პიროვნული ჩვევებით დედისერთები და დაძმის გარემოცვაში გაზრდილი ბავშვები. დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლების ყურადღების მისაქცევად არ უწევთ დაძმასთან გამკლავება და ამის გამო თვით გამოხატვის უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, აკლიათ ასე ვთქვათ შეჯიბრის ადრეული გამოცდილება. ანუ ერთგვარ კონკურენციას რომ ვერ გრძნობენ, შესაბამისად შეჯიბრის უნარიც ნაკლებად აქვთ გამოხატული და განვითარებული. დიახ, ნამდვილად ასეა. კვლევარებმა ერთ-ერთი უნივერსიტეტის 250 სტუდენტი შეისწავლეს, რომელთაგანაც ნახევარი იყო დედისერთა. მათ ჩაუტარდა ტვინის სკანირება პიროვნული თავისებურებების განსასაზღვრად. ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმ დედისერთა ბავშვებს, რომლებიც უფრო მაღალ შემოქმედებით უნარს ამჟღავნებდნენ, თავის ტვინის თხევის წილში უფრო მეტი რუხი ნივთიერება ჰქონდათ. ტვინის ეს ნაწილი უკავშირდება გონებრივ შესაძლებლობებს და წარმოსახვის უნარს. იმ დედისერთა ბავშვებს, რომლებსაც კომუნიკაციის და პიროვნული გამოხატულების ნაკლები უნარები აღმოაჩნდა, შესაბამისად ნაკლები რუხი ნივთიერება ჰქონდათ ტვინის იმ უბანში, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი თავის აღქმასთან, სხვებთან მიმართებაში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ მშობლებისაგან განუსაზღვრელმა ყურადღებამ ბავშვი შეიძლება გამოიწვიოს ეგოიზმის, სოციალური უუნარობის და სხვაზე დამოკიდებულების თვისებები. ეს შედეგები ადასტურებს, რომ ოჯახური გარემო მართლად ახდენს გავლენას ბავშვის ტვინის განვითარებაზე და აღზრდა ნამდვილად განსაზღვრავს თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბდებით. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. სწორი კვება არა მარტო ნორმალური ზრდა განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მრავალი დაავადების პროფილაქტიკაშიც დიდ როლს ასრულებს. ნამდვილად ასეა და დღეს ჩვენთან სტუმრად არის სამი შვილის დედა განო მელითაური, პატარა ლოლიტასთან ერთად და მოდი გავიგოთ როგორ იკვებება ჩვენი პატარა სტუმარი. მიესალმეთ განო და ლოლიტა. გამარჯობა, რა ლამაზი გოგო მოვიდა სტუმრად. ცოტა პრაზიანი გოგო. მეც? ხო, შეჭამე. ბავშვი, მიხვდა რომ ყვებაზეა საუბარი და მოდი თემა უკვე დაიწყოთ. განო, გამოცდილი დედა ხარ და უკვე ბევრი ემუქრება ბავშვთა კვებაზე, რა საკვირველია. ზოგადად, რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის საკვებს? ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ სწორი კვების გარეშე ბავშვი სწორად ვერ განვითარდება და მე მაგალითად სამი შვილი მყავს და პირველივეს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევდი და საათობრივად აწყობილი მქონდა კვირაში 2 დღე ხორცი, 2 დღე თევზი, 3 დღე ბოსტნეული, ხაჭა თავის დროზე ჩავრთეთ და ასე შემდეგ და მოკლედ ჭკუაზე არ ვიყავით. ლოლიტას შემთხვევაში მე ძალიან გაეტვირთული რეჟიმი მაქვს და უფრო ჩემმა მშობლებმა და მისმა ძიძამ ითავეს ეს ყველაფერი. მაგრამ ისინი ამ დიეტას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ვასრულებთ. ლოლიტა გურმანია და უყვარს ძალიან პატარაობიდანვე უკვე რამოდენიმე კვილი რომ ამოვიდა, უკვე ჭამდა კატლეტს, ჩვეულებრივად, მოხარშულ კარტოფილს და ესეთ რაღაცებს ცალკე ხალში იჭერდა, პურიც ადრევე მივეცი. ძალიან უყვარს ჭამა. კარგია. ჭამა რო უყვარს და გურმანი როა გავიგეთ, მაგრამ გზის პროდუქტები რა ასაკიდან დაიწყეთ? სამწუხაროდ ლოლიტას დედის რძე არ შეხვდა გარკვეული მიზეზების გამო და მოგვიწია პირდაპირ ხელოვნურ რძეზე გადაგვეყვანა, ამიტომ
ესე ცალკერძე არ მიმიცია. ფაფაში ურავდით ჩვეულებრივად, სპეციალურ ფაფას აი ხუმანას ვაჭმევ ზუსტად მეც, უარ ვაჭმევ, მაშინ ჩვეულებრივად ქერკულეში გავურია 6 თვიდან უკვე დავუმატე. ზოგადად 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის იდეალური საკვებია დედის რძე, მას ვერაფერი ვერ ცვლის, ისეთი კარგი რამ არის ეს ყველაფერი, მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად თქვენ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ვერ იღებს დედის რძეს გარკვეული მიზეზების გამო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხდება ჩანაცვლება ხელოვნური საკვებით. 4-6 თვიდან საერთოდ აუცილებელია რომ ბავშვს შევთავაზოთ დამატებითი კვება. რადგან ამ ასაკიდან უკვე აღარ ყოფნის დედის რძიდან მიღებული საკვები ელემენტები და საჭირო ხდება დანამატის სახით უკვე სხვა ახალი პროდუქტების ჩართვა. შედარებით უფრო გვიან ასაკში უკვე უნდა შევთავაზოთ ბავშვს რძის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მაწონი, ხაჭო, ნადუღი და იოგურტი. მე ხაჭოს მაგალითად 3-ივეს ვაჭმევ ბავშვობიდან, ანუ სადღაც 8 თვიდან უკვე ვაძლევ ცოტ-ცოტას, თავიდან ვაძლევ ხოლმე 1 კოს, 2 კოს და მე უკვე მის პორციას მაწონში ვურავ ხოლმე. რძის პროდუქტების გამოყენება აუცილებელია და ძალიან სასარგებლო ელემენტებს შეიცავს რძის პროდუქტები, თუმცა მაშინ, როდესაც ვიწყებთ ბავშვისთვის რძის პროდუქტების მიცემას, გარკვეული რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, ამაზე ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გვიპასუხებს. გთხოვთ მიესალმეთ ნუტრიციოლოგი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი ნინო თოთაძე. მართალია ჩვენ რძის პროდუქტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ბახმაროს წყალი უნდა შემოგთავაზოთ. დღეს აი ესეთი არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს გადაცემაში და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ბავშვისთვის ვიწყებთ რძის პროდუქტების მიცემას. და ჩვენმა სტუმარმა უკვე დაიწყო რძის პროდუქტების დაგემოვნება და სანამ თავის ზაზრს მოგვახსენებდეს, პროფესიონალისგან მოვისმინოთ. როცა რძის პროდუქტებზე ვსაუბრობთ, ალბათ საინტერესო აი მხრივ, რომ ბავშვები თავის სიცოცხლის პირველივე დღიდანვე იწყებენ რძის პროდუქტის მიღებას და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვაგრძელებთ შემდგომ ამ რძის პროდუქტს. ამიტომაც ალბათ განსაკუთრებულია, ვთქვათ, ერთ-ერთი კომპონენტი მნიშვნელოვანი ბავშვების მენიუში და შემდგომ უკვე დასთან ერთად გარკვეულწილადაც ალბათ ვინარჩუნებთ რძის პროდუქტების მნიშვნელობას და მის კვების რაციონში შენარჩუნებას. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ 6 თვიდან უკვე პრაქტიკულად სხვა დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ზუსტი კვების გაგრძელება თავისუფლად შესაძლებელია და შეიძლება გაგრძელდეს 2 წლის ასაკამდე, თუმცა უკვე ის კვებითი ღირებულება, რომელიც აქ დედის რძეს და აკმაყოფილებდა 6 თვემდე, ვეღარ აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანია დამატებითი კვება და შესაბამისად უკვე გამდიდრდება პროდუქტები. ჩვენ სტუმრებს და მაყურებელსაც რომ უფრო გასაგებად აუხსნათ, რატო ამახვილებთ ამ ყველაფერზე ასე ყურადღებას. ხო, თითქოს ისეთი არაფერი არ ხდება, ხო, ბავშვმა რძე და რძის პროდუქტები უნდა ჭამოს, ხო, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ხდება. თუმცა, მაშინ როცა ჩვენ რძეს ჩავთავთ და რძის პროდუქტებს კვებაში, გარკვეული საფრთხეები ჩვენი პატარისთვის მაინც იმალება. ეს არის პირველ რიგში ალერგია რძეზე და მის პროდუქტებზე და ლაქტოზის აუტანლობა, რაც არაერთხელ გვისაუბრია. რა რეკომენდაციები არსებობს, როგორ უნდა დავიწყოთ ეს კვება, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ამ ყველაფრისგან, გართულებებისგან, რა ასაკში უნდა დავიწყოთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში შესაძლებელია, რომ გარკვეული თქვა ალერგიული პროცესი შეიძლება თავიდანვე აღინიშნებოდეს ჩვენს პატარებს, ეს არის როხის რძესთან დაკავშირებით. პირველი რაც ამ შემთხვევაში ხდება, ელიმინაცია, ანუ იმ პროდუქტის ალერგენის ამოღება, უშუალოდ პროდუქტიდან, რომელზეც ბავშვს აქვს ალერგია. შესაბამისად, ეს ალერგიული ფონი, რა თქმა უნდა, შეიძლება არ გამოვლინდეს, თქვა და გამოვლინდეს თუნდაც 6 თვის შემდგომ, ეს იყოს, ნუ რძის შემთხვევაში როხის რძესთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებით. ალერგიული ფონის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოვლენა კლინიკური ნიშნების ან კვების მიღების დროს, ან თქვა კვების შეთვისების შემდგომ. პირველი ალბათ ნიშანი შეიძლება აღვნიშნოთ აქ არის ცუცქვის გაძნელება, ამ შემთხვევაში გამონაყარი კანზე, ქავილის შეგრძნება, ეს არის შეიძლება იყოს დიარეა, ფაღარათი, გულის შეფერილობა, შესაბამისად დეჰიდრატაციის განვითარება, ასევე ენას სახის დონეზე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ აქ იყოს ქავილის შეგრძნება, ენის, ტუჩების და ასევე სასუთხისების ანუ ამ შემთხვევაში და ასე შეგვიძლია რომ თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ეს არის რაღაც ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოვლინდა გარკვეულ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ ეხლახან დავამატეთ. შენ რომელი თვიდან გაასინჯე ბავშვს? მაწონი, ხაჭო, იოგურტი და ასე შემდეგ. 8 თვიდან ცოტ-ცოტა თითო-თითო კოვზი შევაპარე. და ეს მცირე დოზებით აძლევდი თავიდან და აკვირდებოდი როგორ აითვისებდა ბავშვი ამ პროდუქტს. აძლევდი პრინციპში. და მე უკვე რეაქციის მიხედვით, კუჭის მოქმედების მიხედვით ვიღებდი გადაწყვეტილებას, მიმეცა თუ არ მიმეცა. 6 და 8 თვემდე ზუსტად ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა მოხდეს თქვათ მაწონის პროდუქტის მიღება. როცა ადრეულ ასაკში ამატებენ მაწონს პირველივე თვეებში და განიხილება ხოლმე რძის შემცვლელადაც კი. რამდენად სწორია ეს? ეს არ არის რა თქმა უნდა სწორი, იმიტომ რომ მაწონი არის ძალიან კარგი პროდუქტი, ისე ვთქვათ, როგორც სხვა ძემჟავა პროდუქტები, მაგრამ მათი მიღება არ არის რეკომენდებული, როგორც თქვენ ბრძანეთ, ვთქვათ 7 თვემდე. 7 თვიდან უკვე შესაძლებელი იყო ჩვენი ყოველდღიური მენიუს ნაწილი გახდეს, განსაკუთრებით ვთქვათ 1 წლის ასაკიდან. ოღონდ ვიცავთ იმ პრინციპს, რაც თქვენ ბრძანებთ, რომ განსიჯვა ხდება მინიმალური 1-2 ჩაის კოვზი. როდის რომელი პროდუქტი უნდა
უნდა შევთავაზოთ იმ 1-2 კოვზით ულუფებით. 6 თვიდან მაწონი, 8 თვიდან ხაჭო, 9-დან ყველი, 10-დან გუდის ყველი, აი ეს სქემა თუ არსებობს და ეს მარტივად რა თქმა უნდა, გვაქვს 2-დან 2 წლამდე ბავშვთა კვების სპეციალური გაიდლაინი. 6 თვიდან იწყებთ რა დამატებით კვებას. რძის პროდუქტი რა კერძოდ მაწონი შემოდის აქტუალური, ეს არის 7 თვიდან. ზე რა თქმა უნდა, არა თქვა იგივე რაოდენობით, რასაც ღებულობდნენ ბავშვები 6 თვემდე, იკლებს მისი ოდენობა მოცულობის მიხედვით და შემოდის უკვე აქტუალურად სხვა რძის პროდუქტები. ხაჭოს მიღება შესაძლებელია ნადუღი, ნუ აქ რა თქმა უნდა ყოველგვარი წესის დაცვა უნდა იყოს და თქვა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, როგორ პროდუქტი ღებულობს და შესაბამისად შესაძლებელია ისე ვთქვათ ყველის ნაჭერის გასცემა. ანუ როგორც კი ვიწყებთ დამატებით ყველის სახით, ნადუღის სახით რძის პროდუქტების შეთავაზებას, რძის პროპორციულობა იკლებს. თვითონ რძის, თვითონ პროდუქტის, მაგრამ რძის პროდუქციის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის უფრო მისაღებად საგემოვნო თვისებებით არის ტკბილი პროდუქტი, აი მაგალითად ხაჭო და ტკბილი მაწონი იგივე. ხო, დატკბობის გარეშე არ არის დიდად სასურველი. რა ჯობია რომ გამოვიყენოთ დამატყობლად, ჩვეულებრივი შაქარი თუ რაიმე სხვა რას ურჩევთ? ალბათ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის და უნდა აღნიშნოთ როგორი შეჩვევით მიდის ბავშვის კვება. ეხლა შესაძლებელია ესეც გემოვნების მომენტი იყოს, ბავშვმა პირდაპირ მიიღოს მაწონი ჩვეულებრივი დატკბობით, მაგრამ ნამდვილად არასასურველია შაქრი დატკბობა, ეგრეთ წოდებული სიროპით, მიუხედავად იმისა, რომ გადამუშავებული იყოს არაფერი, დატკბობა შაქრით ნამდვილად არასასურველია. ჯობია თქვა მიიღოს ან პირდაპირ ჩვეულებრივი სახით, ან თუნდაც ორცხობილასთან ერთად. ბავშვებს ძალიან უყვართ პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ. ეს არის იოგურტი. ალბათ ესეთი პროდუქტები, ეს იოგურტები რაღაცა განსაზღვრული ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვს. თვითონ პროდუქტსაც ალბათ აქვს მინიშნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასაკის ბავშვისთვის არის გათვალისწინებული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ კონკრეტულად გითხრათ აი იოგურტის შესახებ, როდის შეიძლება ეს მიიღოს ახალ ბავშვს. თუ კი ეს არის საბავშვო პროდუქტი, ზუსტად უნდა იყოს ალბათ იქ მინიშნება აუცილებლად, რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი. იოგურტები რა თქმა უნდა განსხვავდება იმ იოგურტებზე, რომელსაც მივირთმევთ ჩვენ და ყველა ასაკისთვის არის ნებადართული. განსხვავდება იმ მხრივ, რომ არ შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, გამომდინარე იქიდან, რომ pH-ის დაბალი დაქვეითებული დონის გამო ადვილად ხდება. ხო, და არაჰიმიური თქვა რკინის შემცველობა უფრო ადვილად ხდება. უმეტესად არის ის, რომ დაშლილი არის შესაბამისად ძროხის ცილა და ამიტომ შეთვისების პროცესს უფრო უწყობს ხელს და ფერმენტიზაციის გამო ლაქტოზის გარდაქმნა ხდება რძიმჟავად და შესაბამისად ის უკვე სასარგებლო და შეთვისებადია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ესეთი იოგურტები არის სპეციალურად ისე მომზადებული, რომ მისი შეთვისება ბავშვისთვის ორგანიზმისთვის იყოს შედარებით მარტივი და ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც ამ პროდუქტს აქვს, მაქსიმალურად მიიღოს ბავშვმა. ვიტამინიზირებული და მშობელმა ვიდრე შეიძლება უნდა მიაქციოს ყურადღება, რომელი თვიდან არის განსაზღვრული და არ მოხდეს მისი ნაადრევად დაწყება, ვთქვათ, კვებაში. მეორე დამზადების თარიღი, შენახვის პირობები როგორია მაღაზიაში და ალბათ სად არის წარმოებული ესა თუ ის პროდუქცია, რამდენად სანდოა პროდუქტის გამოყენება ჩვენი შვილისთვის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა და აპლოდისმენტები ჩვენ პატარა და ულამაზეს სტუმარს როლიკას. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ როდის, როგორ და რა სახით უნდა დავიწყოთ ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიღება, რომელი რძის პროდუქტები უნდა მივცეთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ რძის პროდუქტების დამატების დროს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი საკვები ბავშვს უნდა მიცეთ თანდათან მცირე და მზარდი ულუფებით. არ შეიძლება ერთდროულად ორი სხვადასხვა საკვების ერთად დამატება კვების რაციონში და რაც მთავარია, არ დააძალოთ ბავშვს საკვების მიღება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად უარს ამბობს ამაზე და წონაში ვერ მატულობს ბავშვი, ამ შემთხვევაში აუცილებლად პედიატრის კონსულტაცია დაგჭირდებათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ექიმები კი ეფექტიური განსხვავებაა. რეკლამის შემდეგ ექიმებში. რატომ არის საშიში გულის მანკი ბავშვებში? რძის პროდუქტები ბავშვის დამატებით კვებაში. რეკლამის შემდეგ ექიმებში. რძის პროდუქტები ბავშვის დამატებით კვებაში.